დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 8 სექტემბერია უყურებთ კურიერს 8 საათზე. საქართველოს ნაკრები კალათბურთში პირველად ითამაშებს ევრობასკეტის მეოთხედ ფინალში. ჩვენმა ბიჭებმა რიგაში ისტორიული შედეგი დადეს. მათ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 10 ქულიანი სხვაობით. ანგარიშით 80-70 დაამარცხეს. ჩვენს გუნდს თამაში უპირატესობა თავიდანვე ჰქონდა და შეხვედრა ძალზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შემდეგი შეხვედრა უკვე მეოთხედ ფინალში პირველი მატჩი ფინეთის ნაკრებთან გვიწევს. გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით. ღამის 10 საათზე დაიწყება. ევრობასკეტის მეოთხედ ფინალში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გასვლას ქვეყნის პირველი პირები დინამო არენადან გულშემატკივრობდნენ. გულოცავს სრულიად საქართველოს ჩვენი კალათბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვება საფრანგეთის ნაკრებთან. მართლაც ღირსეულად ითამაშეს ჩვენმა თითოეულმა ნაკრების წევრებმა და ულევი სიხარული მიანიჭეს ჩვენ გულშემატკივარს. წინ ფინეთის ნაკრებია, დარწმუნებული ვარ, რომ ფინეთის ნაკრებსაც დავამარცხებთ. კალათბურთელებთან ერთად გუშინვე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ფეხბურთელმა. გვაქვს შანსები რომ გავიდეთ სოფლიოზე. შეცვლილი შემადგენლობამ გაამართლა. კაშია, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ლეგენდა არის, მაგრამ პირველ თამაშზე რაღაც მცირე შეცდომები იყო და ეს შეცვალეს ეს ტაქტიკა და რა ვიცი, გაამართლა. სიტყვით ახალგაზრდა თაობამ ერთ. პირველად ვიყავი მეც თამაშზე და ძალიან მინდოდა ზოგადად თამაშზე სიარული. გამოვარჩევდი კვარაცხელიას და მიქაუტაძეს თამაშს და მეც მეგრელი ვარ, კვარაცხელიაც მეგრელია, მაიკაც და მეგრელები მაინც უსხები ვარ და. კი ბატონო, ესე იგი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები გავალ? კი, ჩემიოზეთ კი, თუ მოვინდომებთ და ბევრ ძალას ჩავდებთ. საქართველოს ნაკრებს სტადიონიდან გულშემატკივრობდნენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. მატჩის შემდეგ მიხეილ ყავალაშვილი და ირაკლი გობახიძე ფეხბურთელებს შეხვდნენ, მათ გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სტადიონზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წევრები. საქართველოს ღეიბო კალათბურთელებმა მაგრამ გამოახარეს მაგარი თამაში მოიგეს საფრანგეთთან და ისტორიული შედეგი დადეს. დაამტკიცეთ ისე რომ ძალიან ძლიერი გუნდი ხართ, მაგარი გუნდი ხართ და ყველასთვის ახართ ანგარიშ გასაჭრელი ძალა. დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს ამ თავდადებისთვის და გილოცავ კიდევ ერთხელ და დღეს იყო საქართველოს დღე. მთელი საქართველოს ხედავთ რა ხდებოდა ტრიბუნებზე და კიდევ ერთხელ იცოდეთ რომ მთელი საქართველოს თქვენ გვერდით დგას, სადაც არ უნდა იყოს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ყველა გახარებულია ძალიან და კალათბურთელებსაც მინდა მიულოცო და თქვენ მადლობა მინდა გადაგიხადოთ და თავარია სოფლიოზე უნდა გავიდეთ, თავარია მომენტად და ყველაფრის შეწყდება. ვინ როგორ აფასებს ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა საქართველოში? მართველი გუნდი თვლის, რომ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი იყო. ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქმისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა გრძელვადიანი მისია გაცილებით ეფექტურია. ეუთო ოდირის დამკვირვებლების 4 ოქტომბრისთვის მოწვევასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი უკვე გაგზავნილი აქვს. გადაწყვეტილება საზოგადოებას 2 დღის წინ მთავრობის მეთაურმა გააცნო. თავისთავად მოწვევა არ მოწვევაზე უკეთესია, მაგრამ ზოგადად დაკვირვების თავი პრობლემა არის ის, რომ თავარი დარღვევები არჩევნებამდე ხდება ხოლმე. ამიტომ იდეაში საპარლამენტო არჩევნებიც ასე იყო, გრძელვადიან მისიას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უშუალოდ იმ ხალხს, რომელიც არჩევნების დღეს რაღაცას აკვირდება. ამიტომ ასეთ მოწვევისგან არ მგონი რომ პრინციპალურ სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ არაფერს მინიმუმ ჯობია. თვითმმართველობის არჩევნებზე ზოგადად არ ვართ ვალდებულები საერთოდ რაიმე მისია მოიწვიოს ჩვენმა გუნდმა. გადაწყვეტილება ეუთო ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით არის ძალიან სწორი ახლა ამ პოზიციაში, იმიტომ რომ სპეკულაციები არ იყოს გაგინდ გარედან გარე აქტორებისგან. ასევე არანაირი სპეკულაცია არ უნდა დაუტოვოთ იმ ორ ოპოზიციურ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში და რომლებიც ადრე ლანძღავდნენ ეუთო ოდირის დასკვნას და აკრიტიკებდნენ. თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება დაპირისპირება ოპოზიციას შორის კი კვლავ მწვავე ფაზაშია. კენჭისყრაში მონაწილეობის გამო ლელოს ლიდერებს, რომლებმაც საშიშლახსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს, საკმაოდ არასასიამოვნო შეფასებების მოსმენა უწევთ. ნაციონალური მოძრაობა და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები ლელოს ისევ ღალატში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებზე. კოლეგების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად ძლიერი საქართველო გადაწყვეტილებას არ ცვლის.
ეს არის ამ ბრძოლის ღალატი, ლელოს აღარ ჯერა, როგორც ჩანს ქართველი ხალხის და ივანიშვილის წინააღმდეგ გამარჯვების და დაკავებული არის სისტემური ან ტექნიკური ოპოზიციის როლის მორგებით. საბოლოო ჯამში, როდესაც მოვა დრო და აუცილებლად მოვა, როდესაც ჩვენ მოგვიწევს მთავარი გენერალური ბრძოლის გადახდა. ეს არის საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ყველა საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს დაგჭირდება ერთიანობა და ამიტომ არ ვაპირებთ უპასუხოთ რაიმე იერიშებს, უპასუხოთ კრიტიკას კრიტიკით და ამით დავაზიანოთ ჩვენი საერთო ბრძოლა. რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიციის ფლანგი, მით უფრო მეტია ბრალდებები, შეურაცხყოფები ერთმანეთის მიმართ, საზოგადოების მიმართ და კიდევ ერთხელ ეს კარგად აჩვენებს მათ რეალურ და ჭეშმარიტ სახეს. ძალიან დიდი მარცხი რადიკალიზმისა იქნება ის, რაც მოხდება 4 ოქტომბერს, გაიმარჯვებს ქართული ოცნება, გაიმარჯვებს საქართველო. ხანძარი თბილისში ცეცხლი გვიან ღამით ფეიქრების ქუჩაზე სასაწყობე ფართს გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 3000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია, სადაც სამშენებლო მასალები ინახებოდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ინფორმაცია დაზუსტებული ამ დრომდე არაა, თუმცა ერთ-ერთი ვერსია მოკლე ჩართვაა. ადგილზე გვიანობამდე 20-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. დენი წავიდა რამოდენიმე წუთით და მოკლე ჩართვიდან გამომდინარე რაღაცა დენის კაბელებში გაჩნდა პრობლემა და იქიდან გამომდინარე წამოვიდა ჩემი ინფორმაციიდან გამომდინარე ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე დაუდგენელია ხანძრის გაჩენის მიზეზი, ასევე დაუდგენელია ლოგიკურად ზარალიც. ერთი დაზუსტებით რაც ვიცით, რომ სვეტლი არ არის. თანაჩეს ეტაპობრივად მოგვაქვს ინფორმაციას. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, დაიწვა 3000 კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებული იყო სამშენებლო პროდუქცია. ინფორმაციის შემოსვლისთანავე 7 წუთში გამოცხადნენ პირველი სახელმწიფო სამმართველო ჯგუფები, დაშავებული არავინ არ არის. ამ დროისთვის მობილიზებული იყო 20 სახელმწიფო სპეციალური ტექნიკა. მიზეზები ცნობილი არ არის. ქართული ოცნების ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია ციკლაურმა მოსკოვის გამზირზე რამდენიმე კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. აღინიშნა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ამ სივრცეში ბევრი რამ გაკეთდა. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ასფალტი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დასახელებულ კორპუსებს შორის მდებარე სკვერს, თუმცა რჩება პრობლემებიც. სივრცეში არსებული ავარიული კორპუსის შესახებ კანდიდატმა განაცხადა, რომ მოხდება მისი ახლით ჩანაცვლება ცხოვრობლების თანხმობის შემთხვევაში. ამავე ლოკაციაზე მოსახლეობა მოითხოვა მინი სტადიონის მოწყობაც. ამ უბანში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ასფალტი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აქ არსებულ სკვერს. თუმცა არსებობს პრობლემებიც. აქვეა 36 E კორპუსი, რომელიც ავარიულია და მოხდება ამ კორპუსის სრული ჩანაცვლება, თუმცა ამისთვის საჭირო მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა. ასევე მოსახლეობა ითხოვს მინი სტადიონის მოწყობას ამ უბანში, რომელიც მიმდინარე 4 წლიან გეგმაში უკვე გაწერილია. კულტურის განვითარების ფონდის მესმას პრეზენტაცია გაიმართება დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მესმა ეს არის სახალი ინიციატივა ქართულ კულტურაში, რომელიც მიზნად ქვეყანაში კულტურისა და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა, მისი შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერებას ახალდება. საქველმოქმედო ფონდი ხელს შეუწყობს ქართული კულტურის გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე. დღევანდელ ღონისძიებაზე მაყურებელი სცენაზე იხილავს ქართულ შემსრულებლებსა და კარგად ნაცნობ სახეებს. შემოქმედებით საღამოს მხარდაჭერის მიზნით შეუერთდებიან უცხო ქვეყნის მუსიკოსებიც. ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს ელოდება განსაკუთრებული მუსიკალური პროგრამა, გაიმართება დაჯილდოების ცერემონიაც. სტიპენდიები გადაეცემა სახელოვნებო უნივერსიტეტების წარმატებულ სტუდენტებს. როცა ახალი ფონდი ფუძნდება, ალბათ მან უნდა ამტკიცოს, რომ აი რა შესაძლებლობები აქვს, რას უნდა ემსახუროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი ჩანაფიქრი, რომელიც ამ ფონდს აქვს, სწორედ დღეს სრულყოფილად იქნება გამოვლენილი და რაც მთავარია, ეს ემსახურება ახალგაზრდებს, რომლებიც სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან და არა მარტო. ყველა თაობას, მაგრამ პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ხელშეწყობა, იმიტომ რომ ნამდვილად ჭირდებათ. ამ საქველმოქმედო ფონდს აქვს ძალიან კეთილშობილი საქმე გასაკეთებელი, ასე რომ მე მათ გვერდით ვარ, უდგევარ მხარში, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდებს განათლებას ეხება განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში და ეს ერთ-ერთი რაღაც ცივილიზებული, ასე ვთქვათ, გზავნილია ჩვენი ქვეყნიდან, რომ ასეთი რამე შეიქმნა. ასეთი იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე გემშვიდობებით, დილამშვიდობისა საქართველო კი ეთერს გუშინდელი არაჩვეულებრივი გამარჯვებებით განაგრძობს თუ არ ვწდები. ნამდვილად არ ვწდები, ანუკა, ჩვენ დაგემშვიდობებით.